გამარჯობა, მე სოფო ვარ, 6 წლის ზაქარიას დედა. ზაქარიას აქვს სმენის ორმხრივი უმძიმესი დაქვეითება. ერთ ყურზე მორგებული აქვს სასმენი აპარატი, ხოლო მეორე ყურზე კოხლიარული იმპლანტი. ზაქარია ჩართულია სმენომეტყველების რეაბილიტაციო თერაპიაში. დადის საბავშვო ბაღში, თამაშობს, ესმის, მეტყველებს და ვფიქრობ ისეთივე სავსე და ბედნიერი ცხოვრობით ცხოვრობს, როგორც მისი თანატოლები. თუმცა სანამ აქამდე მოვიდოდით, საკმაოდ რთული და ემოციური მომენტებით დატვირთული გზა გამოვიარეთ. თავდაპირველად, როდესაც ზაქარიას დიაგნოზის შესახებ გავიგეთ, ძალიან შევშინდით. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა ვიცოდი, რომ უნდა მემოქმედა, თანაც დროულად. თუმცა როგორც მშობელმა არ ვიცოდი, საიდან უნდა დამეწყო. როგორც შემდგომში აღმოვაჩინე, დრო და თანმიმდევრული ნაბიჯები ყოფილა გადამწყვეტი იმისთვის, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო შენი შვილისთვის და ამ პროცესში პროფესიონალთა მხარდაჭერა გადამწყვეტია. პირველად ზაქარია რომ სმენის სახლში მოვიყვანეთ, წლინახევრის იყო. მოვარგეთ ორივე ყურზე სასმენი აპარატი და დაიწყო ძალიან საინტერესო მუშაობა, რომელიც არ სრულდებოდა თერაპიულ ოთახში. ის გრძელდებოდა სახლში, საბავშვო ბაღში, თამაშის დროს, ყოველდღიური რუტინების შესრულებისას. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო მხოლოდ თერაპიული სესია, ჩვენი ურთიერთობა გრძელდებოდა. ვიცოდით, რომ ვიყავით პროცესში, მუდმივად ვსვამდით კითხვებს, ვიღებდით პასუხებს, ვსჯელობდით და ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს. 2023 წელს ზაქარიას კოხლიარული იმპლანტაცია ჩაუტარდა. ეს ახალი გამოწვევა იყო ჩვენთვის, ახალი ტექნოლოგია, ახალი წესები. რა თქმა უნდა, სარეაბილიტაციო პროცესი გაგრძელდა და პროგრესი დღითიდღე დღე უფრო შესამჩნევი გახდა. შემდგომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდა საბავშვო ბაღი. ესეც გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. აქაც ერთობლივი მუშაობით მოვახერხეთ ის, რომ დაიგეგმა სპეციალისტის ვიზიტი საბავშვო ბაღში, მომზადდა რეკომენდაციები პერსონალისთვის. შევიძინეთ დამხმარე საშუალებები, რომლებიც ზაქარიას ეხმარება ხმაურის მოსმენაში. დღეს ზაქარია სრულყოფილად არის ჩართული საბავშვო ბაღში და ეს მის შედეგებზეც აისახება და უკვე დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით სკოლისთვის. ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყურადღება ექცეოდა არა მხოლოდ ზაქარიას, არამედ ჩვენს, როგორც ოჯახს, რადგან ოჯახის სიძლიერე ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მომსახურებამ მოგვცეს. მე როგორც დედა ბედნიერი და თავდაჯერებული ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგებისთვის მიგვაღწია და ასევე ვიცი, როგორ დავუჭირო მომავალში მხარი ჩემი შვილის განვითარებას. ამ პროცესში ჩვენთან მშობლებთან ერთად ოჯახის სხვა წევრებიც არიან ჩართულები, მაგალითად ზაქარიას ბებო, ბიძაშვილი და ყველა, ვისაც სურვილი აქვს და რა თქმა უნდა, ვისი ჩართულობაც ზაქარიას პროგრესს წაადგება. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ შევქმნათ ზაქარიასთვის გარემო, სადაც სმენა მისი ყოველდღიურობის ნაწილია, თამაშში, ბაღში, საუბარში და ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი მიღწევაა.